PKTV-ის საბავშვო სტუდია ცისკარა იწვევს 7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს კორესპონდენტისა და ტელეწამყვანის ოსტატობის შემსწავლელ კურსებზე ყოველთვიური გადასახადით მინიმალურ ფასად. დაგვიკავშირდით ქვემოთ მოცემულ ტელეფონებზე ან გვეწვიეთ მისამართზე ჩუბინაშვილის ქუჩა 79 პირველი სართული ინტერნეტ ტელევიზია PKTV-ის რედაქცია. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია PKTV-ის საბავშვო სტუდია ცისკარას გადაცემა მოდა და დიზაინი, რომელსაც გაუძღვებით მე ელენე კოშაძე და დღეს ჩემი დამხმარე იქნება ნინი ბებიავა. მოგესალმები ნინი. მოგესალმებით ელენე. ვუთხრათ მაყურებელს რა უნდა გავაკეთოთ დღეს ამ გადაცემაში. ახლა ჩვენ ვიმყოფებით რუსაველის გამზირზე კინოსახლთან. ჩვენ ხალხში უნდა ჩავატაროთ გამოკითხვა, თუ როგორ უნდა ეცვა თბილისელებს რა არის დღეს მოდაში. როგორი აქსესუარები უნდა გვეკეთოს, როგორი ტანსაცმელები უნდა გვეცოს, როგორი ფეხსაცმელები. თბილისელ ბიჭებს და გოგონებს საჭიროა თუ არა ქონეს სტატუ. ან საინტერესო შეგვითხრებით ჩვენ ვიწყებთ გამოკითხვას. მაშ ასე დავიწყოთ გამოკითხვა. მოგესალმებით, მე ვარ ნინი ბებიავას PKTV-ის საბავშვო სტუდია ცისკარიდან. თუ შეიძლება გავგოცანით თქვენი თავი. გამარჯობათ, მე ვარ ციცი. მაისურაძე, კიდე რა გაინტერესებთ? სამ საკითხვაზე გპასუხებთ. კი ბატონო. გიყვართ თუ არა ხასხასაფერები? კი, მიყვარს ძალიან. თქვენს გარდაში ხშირად რა ფერები ჭარბობს, მუქი თუ ღია? მუქიც და ღიაც ორივე. ხშირად ქუსლიანები გაცვიათ თუ დაბალქუსლიანები? დაბალქუსლიანები მაცვია, ხშირად კეტები მიყვარს ძალიან. თქვენი აზრით ვარდისფერ ცისფერი ხდება? ვარდისფერ ცისფერი? რა ვიცი, ალბათ შეიძლება მოუხდეს ხანდახან. მე ვარ PKTV-ის საბავშვო სტუდია ცისკარიდან ელენე კოშაძე. წარგვიდგინეთ თქვენთან. მარია კაკაურიძე. სტატუების გაკეთება გიყვართ? არ მაქვს, მაგრამ მინდა. სამაჯურები გიყვართ? მე თვითონ ვაკეთებ, მაგრამ არ ვიკეთებ. თქვენი აზრით ქართველებს უნდა ეკეთოთ ფეხზე სამაჯური? თუ მოსწონთ უნდა ეკეთოთ, მაგრამ მე არ მომწონს. გაგვაცემთ თქვენთან. ლიანა ცქიტიშვილი. კაბები უფრო მოგწონთ თუ შარვლები? რასაკვირველია კაბები. თქვენი აზრით ადამიანებს დაბალქუსლიანები უფრო უნდა ეცვა თუ მაღალქუსლიანი? ახალგაზრდებს მაღალქუსლიანი შეშვენით. მოხუცებს უფრო დაბალქუსლიანები. თქვენს გარდირობში რა ფერები ჭარბობს, მუქი თუ ღია? ეხლა უკვე მე ისეთ ასაკში ვარ, რომ წითლები არ შეიძლება თორე. ახალგაზრდებში ყველანაირი ფერები ჭარბობს. თქვენი აზრით თბილისელებს როგორ უნდა ეცვათ? მე მგონია ყველას უნდა ეცვათ ნათელი ფერები. ვარდისფერია, სამნისფერი, რომ ესეთ ნათელ ფერებში უყუროთ ყველაფერს. მოგწონთ ხასხასაფერები? კი, ძალიან. თქვენს გარდირობში ხშირად რა ფერები ჭარბობს? ვარდისფერი. თქვენ მოგწონთ ხასხასაფერები? კი. თქვენს გარდირობში ხშირად რა ფერები ჭარბობს? ყვითელი. რა ამაზად გაცვია ეს შენი გემოვნებით არჩია თუ დედამ შეგერჩია? დედა. რა ფერებს ანიჭებთ უპირატესობას? რა თქმა უნდა, თეთრი კაი ფერია, როგორც ყოველთვის, შავი და ლურჯი. სამფერი. სპორტულად უფრო იცნობთ თუ კლასიკურად? კლასიკური ყოველთვის გამოსვლილია, მაგრამ სპორტული ყველაზე კაია, მაგრამ თუ თავისუფლად ადამიანებს თბილისის გაკუთვნილია სპორტული. ქალებზე დაბალქუსლიანი უფრო მოგწონთ თუ მაღალქუსლიანი? აი, უნდა გამოიყენოთ ქალები, მაგრამ დაბალქუსლიანი ყოველთვის ქალს უხდება. უფრო სპორტულიც კარგია, უფრო დაბალქუსლიანი. მოგწონთ ხასხასაფერები? არა. თქვენს გარდირობში ხშირად რა ფერები ჭარბობს, ღია თუ მუქი? ზოგადად მუქი ფერის ტანსაცმელს ვიცამ, გამომდინარე სამსახურიდან მივეჩვიე, ასე რომ ღია ფერის ტანსაცმლის ჩაცმას ვერ ვახერხებ ფიზიკურად. დაბალქუსლიანები უფრო მოგწონთ თუ მაღალქუსლიანები? დაბალქუსლიანები, იმიტომ რომ პრაქტიკულია, კომფორტულია და არ ვიღლები დაბალქუსლიანები. ახლა თმის როგორი ვარცხნილობებია მოდაში? ანუ ესე ერთი რაღაც ვარცხნილობა არ ამგონია იყოს მოდაში, სხვადასხვა ვარცხნილობებია და ზოგადად მოდაში რაც არის, არ უნდა ატაროს ადამიანმა, რაც თვითონ უხდება, ის უნდა ატაროს. გრძელი თმა უფრო ლამაზია თუ მოკლე? გრძელი, რა თქმა უნდა. ქალს მინი უნდა ეცვას, მაქსი თუ მიდი? მედიუმი, მიდი, რა თქმა უნდა. ქუჩაში ხშირად ქუსლიანები უნდა გეცვათ თუ კედები?
რა თქმა უნდა, კეტები. თქვენ როგორ თმის ვარცხნილობები მოგწონთ? მოკლე. რომ მოკლედ. ამ აქსესუარები თქვენ ყიდით? კი. ვიცენ და მე თვითონ ვაკეთებ და მე ვყიდ. თქვენს გარდერობში ხშირად რა ფერები ჭარბობს? თეთრი და წითელი. თქვენი აზრით ვარდისფერ ცისფერი ხდება? ვარდისფერ ცისფერი? არ. ლაქი გიყვარს? კი, ოღონდ უფერო ლაქები უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე ფერადები. ეხლა რა ფერის ლაქია მოდაში? ახლა ალბათ ზაფხული და უფრო ფერადი ლაქები ვიყარდა, აი ვარდისფერი, ფოსფორისფერი, წითელი. მუქი ტანსაცმელი უფრო მოგწონთ თუ ღია? ღია ფერებს ვანჭებ ოპერატოსებას. ყვავილებიანი, მე თეთრი მაცვია ყვავილებიანი ღილებით. ქუსლიანები უფრო მოგწონთ თუ დაბალძირიანი? დაბალძირიანები, იმიტომ რომ ქუსლიანებით სიარული რთულია. დღეს სულ ეს იყო. შეგახსენებთ, რომ ჩვენ საუბრობდით თბილისის მოდასა და დიზაინზე. სპეციალურად საბავშვო ტელესტუდია ცისკარასთვის რუსთაველის გამზირიდან მუშაობდით ჟურნალისტები. ცისკარას მოდა და დიზაინის წამყვანი ელენე კოშაძე. მე კი მისი დამხმარე ნინი ბებიავა. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ბერნერ არ დადეგებს გისურვებთ. ჩემო ძვირფასო პატარა ტელემაყურებლებო. ნახვამდის.